Subukhi თემა. თბილისობა 2014 ტივით წელსაც ისეირნეს. რიყეზე ღვინის ქალაქი გაიხსნა. კულტურული და სპორტული ღონისძიებები ხვალაც გაგრძელდება. ნათია ორველაშვილი ვარდების მოედნიდან გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. ნათია ორველაშვილს მოგვიანებით დაუბრუნდებით ტექნიკური ხარვეზის გამო ბოდის გიხდით. ჩვენ საშუალება გვაქვს ჩემი კოლეგა ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთვალოთ ვარდების მოედანზე იმყოფება ნათია ორველაშვილი. დავით ნარმანიამ, რომელიც დედაქალაქის მერის რანგში ქალაქის სტუმრებს ადგილობრივებს პირველად მასპინძლობდა დღეს ტრადიციულ ტივით სეირნობაზე სომხეთისა და ლიტვის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები მიიწვია, როგორც მან თავად განაცხადა, ამ გასეირნების მიზანი თბილისობის ტრადიციების გაცნობა იყო. ამის შემდეგ დავით ნარმანიამ რიყეზე ღვინის ქალაქი გახსნა, ღვინის ქალაქში გამოიფინა სხვადასხვა სახეობის ღვინოები, თუმცა ეს არ არის მხოლოდ სანახაობა და დეგუსტაცია, კარვების წინ, სადაც ღვინოებია გამოფენილი, განთავსებულია სტენდები, რომელზეც ქართული ვაზის ჯიშების და ღვინის კულტურის ისტორიაა მოთხრობილი. თბილისობას ჩუქნით საკუთარ თანამოქალაქეებს, ჩუქნით ჩვენ სტუმრებს, რომლებიც ჩამოდიან და ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის. ღირს იმათ, რომ გავისარჯოთ და წელიწადში 2 დღე ერთი შაბათ-კვირა ვაჩუქოთ თბილისელებს, ვაჩუქოთ ჩვენს სტუმრებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი გავიდეს შორს და ჩვენი ქვეყანა ამითაც, ანუ ამ მდიდარი ტრადიციებითაც გაიცნონ ჩვენმა სტუმრებმა და ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებამ. უკვე ტრადიციად იქცა ყოველ თბილისობაზე გინესის რეკორდის დამყარება. დღესაც გიორგი ბასილაშვილმა, რომელიც არაერთგზის გინესის რეკორდსმენია, საკუთარი კიდევ ერთი გამარჯვება მიუძღვნა დედაქალაქს. მან 5 წუთში ცალფეხზე 142 ბუქნი გააკეთა. ჩემი მეშვიდე გინესის რეკორდი, კერძოდ 6 წუთში გავაკეთე ცალფეხზე, მარცხენა ფეხზე 142 ბუქნი. ეხლა 10 წუთი დასვენების შემდეგ გვაპირე ბასკილოიანი კაცით 25 აზეთის გაკეთებას, ხოლო მესამე რეკორდს მოგცეს რაღაც 15 წუთში, ცალი ხელით 20 კილოიანი სიმძიმით გავაკეთებ 50-მდე მიზიდვას. საზეიმო ღონისძიებები დედაქალაქის ქუჩებში დღის ბოლომდე გაგრძელდება. პროგრამა მრავალფეროვანია, ამინდი კი კარგი, ასე რომ თუ სეირნობა გიყვართ თბილისის ქუჩებში, დღეს ძალიან ბევრი საინტერესო სანახაობა გელით. თბილისობა 2 დღის განმავლობაში გასტანს. მადლობა ნათია. ეს ნათია ორველაშვილი იყო.